აღმოსავლეთ საქართველოში საგარეჯოს მუნიციპალიტეტი მრავალმხრივ გამორჩეულია, როგორც თავისი ადგილმდებარეობით, ასევე მევენახეობითა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარების თვალსაზრისით. სოფელი ნინოწმინდა საგარეჯოს განეკუთვნება და ერთადერთი სოფელია მთელს მუნიციპალიტეტში, სადაც აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. გასული საუკუნის 80-იან წლებში აჭარის ზემომთიანეთში განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა ყველაზე მეტად ხალთის ხეობა დააზარალა. იმდროინდელი მთავრობის ინიციატივითა და დაზარალებული მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით არჩევანი სოფელ ნინოწმინდაზე შეჩერდა. სტიქიური მოვლენების გამო გადმოვედით სხალთიდან, ხულოს რაიონის სოფელ სხალთიდან სოფელ ნინოწმინდაში, ისტორიულ სოფელში, სადაც ძალიან კარგი ურთიერთობა დავამყარეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ურთიერთობა დამყარდა იმ ხრივაც, რომ ოჯახები შეიქმნა ამ სოფელში, გათხოვება, მოყვანა და ასე შემდეგ. მეც კახელი ცოლი მყავს, შევეგუეთ ამ სოფელს. სოფელი იმთავითვე შეიყვარა ჩვენმა აჭარლებმა. სტანასოფლელები, ნინოწმინდელები დაგვიდნენ გვერდში, სალოცავიც ერთი და გვაქვს ჭირიცა და ლხინიც. აქ ამ შემთხვევაში ისტორიული სოფელია და გვიჭირავს თვალი ჩვენ ამ შემთხვევაში ეკლესიისკენ, მართლმადიდებლობისკენ, ჩვენი ტრადიციებისკენ. ამიტომ ახლა ქართველი კაცის ბუნება ისეთია, რომ თავისთავად უყვარს თავისი სარწმუნოება და ეს სიყვარული გაგვიღრმავდა უფრო მეტად. წმინდა გიორგის სალოცავი ჩვენთვის სერიოზულად მისაღები სალოცავია და ძალიან გვიყვარს, იმიტომ რომ ჩვენ თუ რამე გვიჭირს, მე პირადად მრავალი შესაწირი შემიწირია აი ამ სალოცავისთვის. ეს ნინოწმინდის წმინდა გიორგის სალოცავია, რომელმაც ძალიან ბევრ გასაჭირს და ძალიან ბევრ პრობლემას დამაღწევინა თავი, თუ შეიძლება ესე ითქვას. რამდენი შესაწირიც შეუთქვი და გავაკეთე, აბსოლუტურად დაუკალ ჭედილები, ყველა შემისრულდა, ყველა ის უფლის სიყვარული და ეს პატივისცემა მოგდევს ჩვენ. ეს მე-15-მე-16 საუკუნის სალოცავია და როგორც გითხარით, იმთავითვე შევიყვარეთ, იმიტომ რომ ასოცირდება საქართველოსთან წმინდა გიორგის სალოცავი, როგორც მფარველი ამ შემთხვევაში და იმ წუთში ვფიქრობ ჩვენს გულში, რომ რაღაცა თუ გვიჭირს, იმ წუთში წმინდა გიორგის ვემუდარებით, რომ გვიშველოს და გვაღწევინოს თავს. იმთავითვე ჩვენ ჩავედით აქტიურ ცხოვრების ფაზაში, ფაქტიურად გადავედით. იმდენად შევედით სიღრმეში, რომ აქტიურ პოლიტიკურ მოძრაობასაც კი ვეწევი და აბსოლუტურად განსხვავება არ არის, საკმაოდ აი ძალიან სერიოზულ დონეზე, საკმაოდ წარმატებულ დონეზეც ერთ-ერთი წამყვანი მართველი პარტიის წამყვანი შტაბის ხელმძღვანელი ვარ და აბსოლუტურად მისაღებია მოსახლეობისთვის არის ამი განსხვავება, რომ აი თქვა შენ აჭარელი ან სხვა კუთხიდან ჩამოსული ასეთი რამე არ არსებობს. მეგობრობა და ძმობა არის ჩვენი ცხოვრების მეგზური და თავისთავად ეს ძალიან სერიოზულია ქართველი კაცისთვის და ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, ერთად დგომა და ეხლა მოვეფეროთ და მოვესიყვარულოთ უნდა ერთმანეთს. სხვა მეტი არაფერი დაგვრჩენია. სოფელი ნინოწმინდა არის ისტორიული სოფელი. მოდის სადღაც ჩვენ წელთაღრიცხვიდან ქრისტიანულ ეპოქამდე. ეს არის ყოფილი კუხეთის მხარის ბოდისი, დაბა ბოდისი, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საქართველოს ისტორიაში, უჯარმასთან ერთად, ქალაქ უჯარმასთან ერთად.
წმინდა ნინოს შემოგზავნებასთან ერთად სოფელმა შეიძინა უკვე ქრისტიანული დატვირთვა. ერთ-ერთი ვერსიით წმინდა ნინო გარდაიცვალა სოფელ ბუდიში და პირველი ტაძარი ქრისტიანული აშენდა სოფელ ნინოწმინდაში. ეს დღევანდელი ტაძარი საკათედრო არის ვახტანგ გორგასალის მიერ აშენებული მე-5 საუკუნის და წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება სწორედ ნინოწმინდის სახელი. ძირითადად ნინოწმინდა წარმოდგენილია თავისი ტაძრით, მონასტრით, წმინდა ნინოს მონასტრით, რომლის გარშემოც არის აგებული მთელი სოფლის ისტორიული ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ როგორც კახეთის ყველა სოფელმა მე-17 საუკუნეში შახაბაძის შემოსევის შემდეგ დაკარგა თავისი ფუნქციები. სოფელი თითქმის აღიგავა პირისაგან მიწისა. მე-18 საუკუნემდე უკვე მერე ცარი ლუკა ცრიელი იყო სოფელი და ეპისკოპოსმა საბა ტუსიშვილმა დაიწყო მონათა ბაზრებზე, ტყვეთა ბაზრებზე გამოქცეული ყმების შეძენა და დასახლება სოფელი და უკვე აქედან იწყებს მე-18 საუკუნის შუა წლებიდან სოფელი ახალ აღორძინებას. დღესდღეობით სოფელი ძირითადად გადასულია სოფლის მეურნეობაზე, მემინდვრეობაა გავრცელებული, მესაქონლეობა, ძირითადი დარგები ეს არის. მაგრამ სამწუხაროდ ის არის, რომ წყალით ღარიბია სოფელი და ნაკვეთები ძალიან შორს აგვაქვს, საკრავი ნაკვეთები და პრობლემას მიქმნის ამ ეტაპზე. როგორც ეხლა უწოდებენ, ძალიან უცუდად კი ხვდება ეს ეკომიგრანტები და აჭარელი ეკომიგრანტები უკვე ისევ ართ ერთმანეთთან შეჩეულები, მაგრამ ჩამოვიდნენ 80-იანი წლების ბოლოს. ცნობილი მოვლენების შემდეგ აჭარაში, დითოვლების შემდეგ და სოფელმა ძალიან კარგად მიიღო. ახლა იმ პირველივე წლებიდან ისეთი შეწყმა მოხდა სოფელთან ამ ხალხის, იმიტომ თვითონ ხალხმაც ითამაშა როლი ჩამოსულმა აჭარელებმა. ძალიან გულთბილი, გულისხმიერი ხალხი არის, სიკეთე დაინახა სოფლის მოსახლეობამ და პირველივე წლიდან განსხვავება არ არის. ახლა ის აჭარელია კახელი, ვინმე რო გვეუბნება ის აჭარელი, მაშინ თუ დავფიქრდებით, რომ ისე არიან შეწყმული სოფელთან, არავითარ ის არ მოხს, ის აჭარელია, ის კახელია და საკმაოდ აქტიური ხალხი არის, შრომის მოყვარული ხალხი არის. და ძირითადად სოფლელებსაც სტიმულს აძლევენ რა ამ შრომაში. შეიძლება კახელმა ხელო ჩაიქნიოს, ერთხელ სიტყვა მოვიდა, გვალვა არ გაადათესოს. არ მათგან ხედავთ რა ისეთ შრომის მოყვარეობას და მიწის სიყვარულს, რომ სტიმულს აძლევენ ბევრი სოფლებს. ცხოვრობთ ასე მეგობრულად, ჭირილ, ხირი ერთად ვიზიარებთ ყველაფერს. და ნამდვილი ქართული მეგობრობა არის რა ამ ჩვენ ურთიერთობაში. ჩამოვიდნენ ესენი ვერავთნობ აქა იქ ცხოვრობდნენ. ძალიან გაჭირებულები იყვნენ, ლუკმა პური არ ეკონდათ ამაი. მე მუშაობდი მაშინ კოლმეუნობაში და კოლმეუნობა ყველაფერი ქონდა. ხან მაიპარამდი ხან რაღაცა და ამოუძეკე მხარში. ყველა აი ამის თამადობით თელი აჭარელებს შეეკითხე თუ და ძალიან მიყვარან, ძალიან კაი ხალხი ესენს პატივს ამცემენ. რო ჩავდივარ თითქო აი ვიღაცა მინისტრი ჩამოიდაო. ისიქით მე მღაუჭება მოდი ისიქით. ნელა აიწია, ძალიან მუშა ხალხია ეს. ჩვენ არა ვარ, ჩვენ ავარ დრალეთურები. ესენი აი ბალღებიანად. აი მოდოლა ყმაწული 30 დრო ხა ებარა ემწინაზე ჩავიარი ყმაწული. შრომელი არის? ერე მოიდა მოდოლა იყო მეც გამარა უნდა აკეთებ მეთქი. აჰა. ჩვენ ხელში დავაშკატდა და კაი ბიჭია. ყველას პატივს აცემს, უხეშად არა, კაი სიტყვი და კაი სიყვარული. სოფლის მეურნეობის პარალელურად ეკომიგრანტები ცდილობენ მოიძიონ დამატებითი შემოსავლის სხვადასხვა წყარო. სოფელი დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს. შესაბამისად იოლია ტრანსპორტირება და მოწეული პროდუქციის რეალიზაცია. აქვე შეხვდებით ოჯახებს, რომლებაც განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს. შექმნეს სხვადასხვა დანიშნულების საამქროები
და ადგილზე წარმოებული პროდუქციით კონკურენციას უწევენ მძლავრ უცხოურ კომპანიებს. დაახლოებით 3-4 წლის უკან მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე მამაჩემმა გადაწყვიტა რომ საინემქრო გაეკეთებინა. ლილოში მაღაზია ჰქონდა მანამდე, რაღაც პატარა ბიზნესი ჰქონდა და რაღაცები იცოდა რა. ხო და ეს ბიზნესი დაიწყო, რომ მოგატყუოთ რაღაც ალბათ $500 ფარგლებში. სულ პირველად. ჯერ გავაკეთეთ ერთი რაღაცა, ჯერ დავიწყეთ ეს პროდუქტი, მერე მოყვა ესა, მერე ესა და ხერ დანარჩენი რა 15-დან 17 სახეობამდე პროდუქტს ვაწარმოებთ. ხო, ნელ-ნელა კრედიტებით გავაფართოვეთ სახელმწიფოში, დაღეგეს ვიხდით. ეს დანადგარები აქამდე ქონდა ქვევით ნაქირავები. ეხლა ჩვენი გვაქვს, ვიყიდეთ, ქირას აღარ ვიხდით. ჩვენი ოჯახის გარდა უკვე 2 კაცს დავასაქმეთ და ნელ-ნელა უფრო და უფრო სხვა რაღაცებს აკეთება შეიძლება, მაგრამ არ არის ფინანსები. რაც თავარია, დაღეგეს გადამხდელები ვართ, გადასახადებს ყველაფერს ვიხდით. სახელმწიფოდან არანაირი ხელშეწყობა არ არის. და რა ვიცი, რა აქამდე მოვედით, რა ვთქვა. შეგვიძლია გავამზადოთ აი ეს პროდუქტი მაგალითად. რაზეც გამოიყენება თვითონ ჟეშტი რა. თურქეთიდან ჩამოვართ რულონი, 3-4 ტონიანი რულონებია, ჩვენ დავგვიქვთ აი ეს მდგომარეობაში. ანუ საქმეზე შეიძლება დავასაქმოთ 15 კაცი მინიმუმ. 15 კაცი დასაქმება აუმიდან. მე ამ პროდუქტზე თურქეთიდან ყველა ფირმა გავაჩერდა. ფაქტობრივად თურქეთი გაჩერდა ამ პროდუქტს. ამ მეორეზე, ამეებს. 2 ფირმა დამჭა, ვისაც შემოაქვს. დანარჩენი ნოარის, ბორგი არის, არის ფირმები, ძალიან ბევრი ფირმები არის. სულ ყველასთან თანამშრომლობთ. ნუ გვაქვს იმის უნარი, რომ რო არ შემოვიდეს ამ პროდუქტზე ჩვენ მოვამარაგოთ. მაგ პროდუქტზე 3 ეგეთ დანადგარი დავდგა. დასახვდება 18 კაცი. 18 კაცი საქართველოს მოვამარაგოთ. წლის ივნისის თვეში ჩამოვედით საცხოვრებლად საგარეჯოს რაიონში. დროებით ცხოვრობდით საგარეჯოს რაიონში, ბინებში. შემდეგ და მთავრობა სანამ აი სახლების მშენებლობას დაიწყებდა ყველაფერს. 2 წელი ვიცხოვრეთ, 2 წლის მერე აშენდა ეს ჩვენი სახლები და 91 წელს გადმოვედით უკვე საცხოვრებლად და ნუ სახლები იყო თითქმის ნახევრად დასრულებული. მე ეს დაიწყო ეს მოვლენები, ეს ქვეყნის დაშლისა ეს ყველაფერი და ჩვენი ძალებით რაც შევძელით და რაც გავაკეთეთ უკვე ეს ჩვენ შესაძლოა რაც აღემატებოდა ეს ყველაფერი ჩვენ ხელით გავაკეთეთ. ნუ ეს ცხოვრება ისე წავიდა რომ უკვე ჭირდა ყველანაირად ყველაფერი. ხო და ვცდილობდით რომ რაღაცნაირად ოჯახში რაღაც უნდა შემოიტანო გაცხმა და დავდიოდით თბილისში. ვაჭრობდით, ცოტა რაღაც ხან ვიყიდით, რაღაცას ვაკეთებდით, ვიყიდით. ჩვენი შემოსავალი ეს იყო დილის 6 საათზე მიდიოდი, საღამოს 10 საათზე მოვდიოდით ხოლმე. 3 წელიწადი ეს ასე გრძელდებოდა. 3 წელიწადი ფაქტიურად ყოველდღურად. ხოლოს გავიდი გადავხედეთ აღარ გამოვიდა ისეთი ყოველდღიური რიტუალება აი ამ გზაზე სიარულს ვარჩიეთ რაღაც ისეთი რაღაც მოგიფიქრებინა რომ ადგილზე დავსაქმებულიყავით ხალხის დაგვესაქმებინა და მოვიფიქრე სხვა რაღაცები ზოგი დეტალი ვნახე დავუშვათ ისეთი რომ რომელიც შეიძლება დავუშვათ რომ ამის რეალიზაცია მომხდარიყო
ეს ყველაფერი თანდათანობით ეს შევაგროვეთ ეს მე თვითონ ხოდა მე მოვძებნა აი ხელოსნები ვისაც შეეძლო დავუშვათ ამ დანადგარების აი ამ რესპონდენტების აწყობა რომ შეიძლებოდა ამ საქმეზე ხელის მოკიდება. შენებათ ეს პერიოდი იყო და ძალიან უსახსრობა იყო. ჭირდა ყველაფერი იმ პერიოდში. ხოდა რაც ეს არის ყველაზე დიდი ხელი შემშლელი კიდე ის იყო რომ დიდი ოჯახი მქონდა. ფაქტობრივად დიდი ოჯახი მაქვს. 4 შვილი მყავდა. 3 ძალი მყავდა. შვილიშვილები მყავდა. ხოდა აი მას ყველაფერს ჩენა უნდა იქეთ სწავლობდნენ ყველაფერი. ხო ვეღარ აუდიოდი. გადავწყვიტე რომ რაღაც შინაური რაღაც გამაკეთებინა. ძალიან ფინანსური პრობლემები იყო და ეხლა შეიძლება კი დამიჯეროს, მაგრამ 100 ლარით დავიწყე ეს საქმე. ცოტა რაღაც დეტალები ჩემი ხელით გავაკეთე, მე თბილისში ჩავედი ვნახე იქ ხარხნებში დავილაპარაკე სპეციალისტები ვინც რო არიან, ვაჩვენე ჩემი ნახაზები ჩემი ხელით გაკეთებული, მომიწონის ფაქტურად ყველაფერი და თანდათანობით დამაკვალიან ეს რა როგორ უნდა გავეკეთებინა, უბრალოდ სადმამის სულიყავი რომ ეს დანადგარები დამზადებინა დავუშვათ ეს პრესფორმები ისენი და დავიწყე თანდათანობით აი მოძიება ამათი ნელ-ნელა შემოტანა ყველაფერი და გასული წლის ივნისის თვიდან უკვე დავარსი ეს ფირმა შპს რეზო პლუსი ხო და დავიწყეთ აი საქმიანობა უკვე დაქირავებული მქონდა ჯერ ეს დანადგარები რაც რო საჭირო იყო ეს ყველაფერი ვიხდიდი ქირას მე შორს იყო დავდიოდით ყოველდღურად მაინც ხარჯები ძალიან ვერ ივიდებოდა და ბოლოს იმდენი შევძელით რომ ცოტა ზოგი აი კრედიტის სახით, მაგრამ ძალიან მცირე კრედიტის სახით ეს დანადგარები შევიძინეთ. მოვიტანდი. მე ახლა პრობლემა, ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ აწარმოებ, მაგრამ ბაზარზე ეს ხომ რეალიზაცია უნდა გავუკეთო. რეალიზაციის ძალიან დიდი პრობლემა არის. თუ დეგეს გადამხდელი არ ხარ, ვერაფერს ვერ გააკეთებ. მე ძალიან ძნელია ბაზარზე შესვლა, ბაზარზე შესვლა ძალიან დიდი დრო გაჭირდა. ძალიან ბევრი თვალება. ეს ყველაფერი. მე ეს მასალის მოძიება. მასალა ფაქტიურად ახლა რასაც მე ვაწარმოებ და ვაკეთებ საქართველოში მაგას მხოლოდ ერთადერთი ქუთაისში იყენებდა აი ამ სისქის ეგრეთ წოდებული ჟესტველახით აი მაგ 2 მმ-იანს არავინ არ იყენებდა ფაქტიურად არავის არ შემოქონდა. ვთხოვე ფირმა ნოვაში დაჭირდა თვეები რომ ეს შემოეტანეს ეს მასალა ჩემთვის ეს მე სპეციალურად შემომიტანეს ჩემი ზაგაზე შემომიტანეს მათი სახსრებით ყველაფერი ხელი შემიწყეს დამეხმარენ თანდათანობით უკვე ავამოძრავეთ ეს საქმე მოვიტანე დანადგარები დავიწყე ამის კეთება მე უკვე თანდათანობით შევძელი ის რომ ახალ რაღაც მიმატებინა მე სხვაგან რაღაც ისეთი ეს ნაწარმი ვნახე რომლის დამზადებას რომ მე შემეძლო და პირველ ეტაპზე მყავდა საქმეებული ახლა ოჯახის წევრები ჩვენ რადგან დიდი ოჯახი ვიყავი და მრავალწევრიანი ვიყავი ჩემი შვილები დავასაქმე მუშაობდით ჩვენ თანდათანობით ცოტა თანხაც რო შემოვიდა 1-2 დანადგარით დავამატეთ მე კიდე ახალი პრესფორმები დავამზადებინეთ მე კიდე აი ეს მილების სარესტავრაციო და აი ეს დანადგარების ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე თანდათანობით და აი საქმე ვაჩვენე შედეგი რომ შეიძლება რაღაც გაკეთდეს გამოვიდეს და რომ ფაქტურად ვაწარმოოთ დღესდღეობით ახლა 18 დასახელების საქონელს ვაწარმოებ ვაკეთეთ ვამზადებთ აქ დაწყებილი რესტავრირებიდან მუშაობ პლასმასებზე მუშაობ აი თუნუქზეც ახლა არის იმის პერსპექტივა რომ დავუშვათ რომ ხელშეწყობა რო გქონდეს და რო ავიღოთ აი დაბალ პროცენტიანი სესხი შეიძლება დასაქმება დაახლოებით 1-15 კაცთან და შეიძლება უფრო მეტიც. იმიტომ რომ მაქვს იმდენი ჩანაფიქრი, იმდენი რაღაცები არის, რომ შეიძლება ადამიანმა დაამზადო ეს ჩვენ სარგებლობას და ქვეყნის სარგებლობას იქნება. რაც დეტალები რო თურქეთიდან რომ შემოდის, ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ეს ადგილზე დავამზადოთ. ძირითადად ყინჩაურიდან ვართ ჩვენ აი სხალთის ხეობიდან და იქ მოხდა ისეთი რაღაცა რომ ვერ გავჩერდებოდით ფაქტიურად მოვხდით გადმოსახლებაში ჩამოვედით 99 წელში რა ვიცი ძალიან თბილად შეგვხვდით ისეთი კარგად რომ ალბათ ადამიანი ვერც წარმოიდგენს 24 წელიწადი აქ ვართ
ბავშვებმა მეგობრები შეიძინეს, უფროსი ბიჭი მეორე კლასში იყო, აქ რო ჩამოვედით 4 შვილი მყავს, ყველას მეგობარი ყავს, ახლობელი ყავს. ძალიან აი ხშირად გამიგია აი ამ კუთხეში ესეთი რაღაცა მოხდა, აი ჩვენთან ეგეთი რაღაცები ნამდვილად არ ისეთი აი რასაც სერიოზული ქვია, ეგეთი რამე ჩვენთან არ ყოფილა. ძალიან კარგი ხალხია. ჭირით გავიზიარეთ ერთმანეთის ხინით. აქ ძალიან დიდი სოფელია ეს მინოწმინდა და ალბათ არ არის ოჯახი, რომელთანაც როგორ ჭირისუფალი არ მიუსულიყავით, სამძიმარი არ გვეთქვა და ქორწილები და თუ რამეა ჩვენ ერთმანეთის გარეშე ნამდვილად არ ვართ. ძალიან კმაყოფილი ვართ, ძალიან ბედნიერი ვართ, რომ 10 წელი მე ვიცხოვრე ქმართან იქ, სადაც გავთხოვდი და 25 წელი აქ მე ალბათ ეს იმდენად მიყვარს, რომ კი არ მავიწყდება, მაგრამ მაინც რო შედარება მოვახდინო, მაინც დიდი დრო რო გავიდა ცხოვრება აქ დავიწყე. აქ დაიზარდნენ, რა ვიცი, მე ბედნიერი ვარ, რომ ნინოწმინდაში მოვხდი პირადად. ჩვენ ვიყოფებით საგარეჯოს ხარისხოვნების მუზეუმში, რომელიც დაარსდა 1959 წელს და გაიხსნა 1962 წელს. მუზეუმში ძირითადად გვაქვს ჩვენ არქეოლოგიური ექსპონატები, რომელიც არის ქვისხანიდან მოყოლებული და გვიანი შუა საუკუნეების ისინი გვაქვს ექსპონატები. გვაქვს აგრეთვე ეთნოგრაფიული ნიმუშები. ბრინჯაოს და რკინის პერიოდის რკინის პერიოდის საბრძოლო და სამეურნეო იარაღები და გვაქვს აგრეთვე ნუმიზმატიკის ერთეულები. ძირითადად გვაქვს ქაღალდის ბონები, რომელიც არის 18-21 წლების და 24 წლის ამიერკავკასიის ფედერაციის პერიოდის და გვაქვს ძალიან ძველი, ეს არის მესამე საუკუნის სპარსული მონეტა. რაც შეეხება კულტურას, კულტურა ერთ-ერთი პროვინციულ თეატრებში, საგარეჯოს თეატრი, ეს არის ერთ-ერთი უძველესი, რომელიც დაარსდა 1876 წლის 6 იანვარს. 6 იანვარს გვაქვს მეორე თოჯინების სახალხო თეატრი, რომელიც დაარსდა 1956 წელს და ორივე თეატრს აქვს სახალხო თეატრის წოდება. ორივე არის მოქმედი თეატრი.
ორივეს აქვს საკმაოდ ორივე გვაქვს ძალიან წარმატებული თეატრია და წარმატებული სპექტაკლებია. და რაც შეეხება თოჯინებისთვისაც სულ რამოდენიმე ხნის წინ იმყოფებოდა ხელვაჩაურში თოჯინების თეატრების ფესტივალზე. და ძალიან ისეთი საჩვენებელი მიღება გაგვიმართეს ჩვენმა აჭარელებმა ძვებმა. დიდი მადლობა მათ ამ ლამაზი შეხვედრისთვის. სახელი საგარეჯო დაკავშირებულია დავით გარეჯელთან, რომელიც ჩამოვიდა საგარეჯოში იმ ცნობილი ფაქტის შესახებ, შემდეგ როდესაც გამოაძევეს თბილისიდან მას შემდეგ მოგებმა და ჩამოვიდა საგარეჯოში გარეჯჯა, ესე იგი გავიდა თბილისიდან გარეთ, გავიდა საგარეჯოში. და გავიდა საგარეჯოდან უდაბნოში გავიდა, სადაც მან დააარსა მონასტერი და ფაქტიურად საქართველოში ეს იყო ასურელი მამების შემოსვლა, რომლებიც მიზანი იყო, რომ ქრისტიანობა გაიმტკიცებინათ საგარეჯოში. თანამედროვე საგარეჯოები, რომელიც ეხლა ცხოვრობს საგარეჯოში, ძირითადი გვარები ეს არის მე-17 საუკუნის დასაწყისში ჩამოსახლებულები, რომელიც ონოფრე მაჭუტაძემ ჩამოასახლა ქართლიდან, მას შემდეგ რაც შახაბას პირველის ბრძანებით გაასახლეს კახელები ფერეიდანში. და ეს გვარები არიან შემოსულები მას შემდეგ რაც ონოფრე მაჭუტაძემ ჩამოიყვანა საგარეჯოში ეს დასახლებული, ყოფილიყო დასახლებული პუნქტები. რაც შეეხება აჭარელებს, აჭარელები ეკომიგრანტები გვყავს აჭარიდან, რომლებიც ძალიან შეერთვეს საგარეჯოელებს, ესენი არიან მე-20 საუკუნის 80-იან წლებში აჭარიდან ეს სტიქიური უბედურებების შესახებ გადმოსახლდნენ და საკმაოდ ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს კახელებთან.